მე ხშირად ვსაუბრობ ქრისტიანულ საქართველოზე, ჩვენ ვართ ღმერთის მოყვარული ქვეყანა, რომ ჩვენ გვაქვს დიდი მადლი და მფარველობა. და რამოდენიმე ხნის წინ ჩემმა ერთმა ახლობელმა მითხრა, რომ არ მეგონაოდ, რომ ესეთი რელიგიურ და მორწმუნე იყავიო რა. უპირველეს ყოვლისა ვიტყვი, რომ მე ღმერთი არ მწამს. და ძალიან გთხოვთ დაუკვირდეთ, რასაც მე ვამბობ. მე ღმერთი არ მწამს, იმიტომ რომ მე ღმერთის მჯერა. რწმენა ეს ჩემთვის თუ ეს სიტყვა მას არ ნიშნავს, მაშინ შემისწორეთ, მაგრამ მე მგონია, რომ რწმენა ნიშნავს, რწმენას იმისა, რაც შეიძლება არ არსებობდეს. იმიტომ ვქვია ამას რწმენა, რომ შეიძლება ერწმნო რაღაც, მაგრამ სინამდვილეს შეიძლება ის არც არსებობდეს და ასე შემდეგ. ამიტომ მე ღმერთის არ მწამს, მე ღმერთის მჯერა. მე მჯერა, რომ ის არსებობს. შემდეგ ის, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი მადლი, იმიტომ რომ ღმერთისაგან, იმიტომ რომ უშუალოდ იესო ქრისტემ, როდესაც მოიხმო და ანდრია პირველწოდებული ჩამოვიდა საქართველოში საქადაგოდ და ეკლესიებიც გახსნა, როგორც ვიცით, ეს იყო პირველ საუკუნეში. ასევე მარიამ ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა ვართ, ესეც ცნობილია. და ამიტომ მე არ ვთვლი, რომ წმინდა ნინო არის ის, ვინც შემოიტანა ქრისტიანობა საქართველოში, ეს ასე არ არის. პირველად ქრისტიანობა საქართველოში შემოიტანა ანდრია პირველწოდებულმა იესო ქრისტეს დავალებით. ეს ძალიან ბევრ რამეს ნიშნავს. კიდევ ვიმეორებ, ასევე წმინდა მარიამის ღვთისმშობლის, ესე იგი, წილხვედრი ქვეყანა ვართ, ესეც უდიდესი მადლია და ესეც ძალიან ბევრ რამეს ნიშნავს. და ზოგადად საქართველო არის ღვთისგან კურთხეული ქვეყანა. ამაში ვარ დარწმუნებული და მე ამის მჯერა. და ეს რომ ასეა, ეს ჩვენმა ისტორიულმა ესეთ წარსულმაც და სულამაც დაამტკიცა. მოდით შორს არ წავიდეთ, ესე იგი, ღრმად ისტორიაში არ წავიდეთ და სულ რამოდენიმე მაგალითი მინდა გითხრათ, აი უახლოესი ისტორიიდან, დაახლოებით 100 წელზე ვისაუბრებ რა, ბოლო 100 წელზე. გერმანიამ ძალიან ცუდი როლი შეასრულა საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებაში 1918 წელს, როდესაც მე უკვე ამაზე ვისაუბრე თქვენთან. მათ დაძალებით გამოაცხადებიეს დამოუკიდებლობა ნოე ჟორდანიას და იმ მთავრობას, რომელიც მანდ იყო. მაგ დროს არ უნდოდა, სხვა ცნობილი ფაქტია, რომ არ უნდოდა ნოე ჟორდანიას და კიდე სხვა თანამდებობის პირებს იმათ, ვისაც ესმოდა მსოფლიო პოლიტიკის ანიბანი. მათ იცოდნენ, რომ თუ ისინი გამოაცხადებდნენ დამოუკიდებლობას, ამ დამოუკიდებლობას უნდოდა შენარჩუნება და შენარჩუნება საქართველოს არ შეეძლო, იმიტომ რომ ევროპის ქვეყნებს ჰქონდა თავისი ზრახვები საქართველოს მიმართ და სინამდვილეში ასეც მოხდა. გერმანიის ესე იგი ძალისხმევით გამოცხადდა დამოუკიდებლობა, შემდეგ თურქული ჯარი შემოუშვეს საქართველოში, რომ ესე იგი ვითომ რუსების წინააღმდეგ იქნებიანო და მოხდა პირიქით. ეს ჩემის ღრმა რწმენით ეს მოხდა იმ გერმანიისა და თურქეთის
ესე იგი საიდუმლო მოლაპარაკებით, რომ ისინი შემოვიდოდნენ საქართველოში და მიიტაცებდნენ ქართულ მიწებს. და არავითარი ისა რა ქვია მოკავშირეობა გერმანიის მხრიდან არ იყო. უბრალოდ გერმანიამ მისცა ქართული მიწა თურქეთს, რომ ამით ყავდეს ის ჩაჭერილი როგორც თავისი მოკავშირე. ნუ როგორც ინგლისმა მაგალითად სომხეთს გადასცა და ასევე აზერბაიჯანსაც გადასცეს ჩვენი. ამ მიწები და ასე მოიმადლიერეს ისინი და ასევე ყავთ ჩაჭერილები. და უფრო მეცაც გააკეთებდნენ და უფრო მეც დაშლიდნენ და გაანადგურებდნენ ჩვენ ქვეყანას, ანუ საქართველოს აღარ იარსებებდა, დარწმუნებული ვარ, რომ არა სტალინი და რომ არ ყოფილიყო რუსული იმპერიალისტური ზრახვები, რითაც ასაკურველია ისარგებლა სტალინმა და შეუნარჩუნა ბათუმი, ამაზე მე უკვე გესაუბრეთ. სამაგიეროდ ღვთისმსხლის სხვა დაატყდა გერმანიას და რაც მოხდა მერე გერმანიაში 1944-45 წლებში ეს ცნობილი ფაქტია. ეხლა ეს რატომ მოხდა და როგორ მოხდა ეს სხვა თემაა, მაგრამ გერმანია რომ დაიგრა და განადგურდა, ეს ჩვენ ვიცით. შემდეგი მომენტი, როდესაც სტალინი და ბერია მოკლეს და ეს არ უნდა მომხდარიყო. ამაში ძალიან დიდი როლი შეასრულეს უკრაინელებმა, უკრაინულმა შტომ კრემლის დაჯგუფებებს შორის. და რადგანაც რუსები უფრო ესე იგი მიმდობად იყვნენ უკრაინელებთან და თვლიდნენ რომ ხო, ნუ ეს იგივე რუსები არიან თუ რაღაც ესეთი ქონდა წარმოდგენები. დრო მაჩვენა მათ შორის როგორი ის ყოფილა, ხო, აი ვერ მოილაპარაკეს ერთმანეთში ისე რომ ომი არ დაეწყოთ. ამაზე აღსაუბრობ ახლა ამ შემთხვევაში. უკრაინელებმა ძალიან ცუდი როლი შეასრულეს ქართველების წინააღმდეგ და ზოგადად საბჭოთა კავშირში მინდა გითხრათ, რომ თუ ვინმე აფუჭებდა საქმეს ქართველებსა და რუსებს შორის, ესენი იყვნენ უკრაინელები და კიდე იყვნენ არმენები. სტალინის და ბერიას ესე იგი მოშორება მაგათი საქმეა, უკრაინელებისა და არმენების გაკეთებულია ყველაფერი. რასაკვირველია ებრაელებმა ამაზე თვალი დახუჭეს და შეიძლება გამოიყენეს კიდეც ისინი ამისათვის, მაგრამ ძირითადი ასე ვთქვათ, მან მოთამაშეები იყვნენ უკრაინელები. იმიტომ რომ რუსები მაგათმა ჩააჩუმეს. დღეს მოგეხსენებათ რა ხდება უკრაინაში. ძალიან დიდი ტრაგედია ხდება და ეს მგონი იგივე ღვთისმსხლის სხვა. ზოგადად თუ გადახედავთ საქართველოს ისტორიაში, ვინც საქართველოში ესე იგი ცეცხლით დამახვილით მოვიდა და ეს მიწა ღვთის ბოძებული და მარიამ ღვთისმშობლის წილხვედრი მიწა დალაშქრა, ყველამ თავპირი წაიმტრია შემდეგ და ამიტომ ვამბობ, რომ საქართველო არის უნიკალური ქვეყანა. ეს არის ღმერთის ბოძებული მიწა ჩვენთვის. უკრაინაზე აღნიშნე არმენიაში რა მოხდა, ეხლა სულ ცოტა ხნის წინ თქვენ იცით, რომ მან ძალიან დიდი ტერიტორია დაკარგა. ეს ავტონომიას გულისხმობ ყარაბაღში. უკუგება მიიღეს მათ ანტიქართული ქმედებებისთვის. 2022 წელს ერთ-ერთ ჩემ ესე იგი Facebook-ის ერთ-ერთ ჩემ პოსტში მე უკვე აღნიშნე, რომ დავწერე ჩემი წინასწარმეტყველება, რომ ქართველები შევალთ პარიზში რუსული ტანკებით მეთქი და ეს ასე მოხდება აუცილებლად,
როგორც ბერლინში შევედით, ისე შევალთ პარიზში და გავანთავისუფლებთ პარიზს. საფრანგეთმა და პარიზმა, ანუ პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ მათ ძალიან ცუდი როლი შეასრულეს საქართველოს უახლოეს ისტორიაში 90-იანებიდან დღემდე და ეს გრძელდება და ეს არ დარჩება დაუსჯელი, დარწმუნებული ვარ. თუმცა როდესაც მე ვამბობ ამ სიტყვებს, რომ აი დაუსჯელი და ღმერთის რის სხვა, ღვთის რის სხვა, ეს არ არის ჩემი რაღაც ბოროტული ნიშნის მოგებით ნათქვამი სიტყვები. მე ამით არა ვარ კმაყოფილი, იმიტომ რომ ადამიანებზე ტყდება ეს ყველაფერი და ძალიან მინდა რომ ეს არ იყოს. ძალიან მინდა რომ ეს არ იყოს, ეს არ მოხდეს და ზუსტად აქედან გამომდინარეც არის რომ ყოველთვის ჩემ ვიდეოებში ვამბობ კავკასიის ერთიანობაზე, კავკასიაში სიმშვიდეზე და ამას უპირველეს ყოვლისა ვამბობ, იმიტომ რომ თუ ჩვენ ვიქნებით ერთად კავკასიელი ყველა ხალხი, მაშინ იმპერიებს აღარ ექნებათ იმის წოდომა, რომ ჩვენ შორის რაღაც შუღლი დათესონ. იმიტომ რომ აი არაერთიანობაზე, რაღაც ურთიერთგაუტანლობაზე თამაშობენ მერე ზუსტად ის იმპერიული ზრახვები, რომლებიც არის მსოფლიოში და იქნება მომავალშიც. ჩვენ ამას ვერ გავექცევით ვერსაც სხვა პლანეტაზე ჩვენ ვერ გადავალთ. უბრალოდ როგორც უკვე ვთქვი ადრე და ეხლაც ვიმეორებ, საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარეობა ჩვენ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ალბათ გვაკისრებს კიდევაც იმის ვალდებულებას, რომ ჩვენ კავკასია უნდა გავაერთიანოთ. და როგორ მოხდება ეს და როდის, ამაზე ჩვენ უნდა ვიმუშაოთ და შემდეგ უკვე დრო აჩვენებს ალბათ ამ ყოველივეს. ეხლა კიდევ ერთი საკითხი, ეს არის საქართველოში ჩვენი ეკლესიების მშენებლობა, რომელიც არის ძალიან კარგი საქმე, დიდებული საქმეა, მაგრამ ჯერ მინდა გითხრათ, რომ არც ერთ შენობაში არც ერთ მისამართზე არავითარი ადგილმდებარეობა, მისამართი ღმერთს, ქრისტეს არ აქვს. ღმერთი უნდა იყოს თქვენ გულებში, იესო ქრისტე უნდა იყოს თქვენს გულებში. ეს ერთი. მეორეც ის, რომ საქართველოში მართლმადიდებლობა არ შემოსულა, მართლმადიდებლობა ჩამოყალიბდა დაახლოებით მე-11 საუკუნეების პერიოდში, მე-11 საუკუნის პერიოდში და ამაზე კიდე ცალკე ვისაუბრებ, თორემ ეს ვიდეო უფრო დიდი იქნება და აი ეს მართლმადიდებლობის გადაქცევა რაღაც ბიზნეს პროექტად ეს არის ძალიან არაღვთისმიერი საქმე, იმიტომ რომ აი კრახელობასავით გამოდის, რომ აი სახაჭაპურეების დონეზე დაიყვანეს ეკლესიების მშენებლობა, აი ყველა კუთხეში, ყველა ქუჩაზე. ეს არ ვიცი, ეს როგორ შეიძლება ესე, რომ აი ბიზნესი გახადეს ეკლესიის მშენებლობა, გახადეს ბიზნესი, იმიტომ რომ იქ რასაკვირველია ალბათ რაღაც ფულით თეთრდება, იმიტომ რომ ეს ბიუჯეტიდან ფინანსირდება, ხო? და აი ძალიან გაუფასურდა აი ეს იგივე იმ ეკლესიაშიც მისვლა, ხო? აი ჩვეულებრივი რაღაც შენობად გადაიქცა ქართველებისთვის, ზოგადად რაც უფრო იშვიათია რამე ნებისმიერი აი ეს ელემენტარული მარკეტინგული ცოდნა, ხო, ის უფრო ფასობს ეგრეა რა. ამათმა მთლიანად გააუფასიურეს, ეკლესიის მშენებლობაც გააუფასიურეს და
ეკლესიაში მისვლაც გააუფასურეს. მე უკვე გითხარით, რომ ქრისტე ღმერთი უნდა იყოს თქვენს გულებში უპირველესად და არც ეს შენობაში ის არ იქნება და ნუ ეძებთ შენობებში რაც არ უნდა ერქვას იმ შენობას იესო ქრისტეს ის უნდა იყოს უპირველესად თქვენ გულებში. ეკლესიაში მიხვალთ, იქ სამთელსაც დაანთებთ, მაგრამ თუ თქვენს გულში არ არის ღმერთი, თქვენ ეს ყველაფერი დაგავიწყდებათ მე 2 წუთში რა, ის გამოხვალთ თუ არა და ისევ ისეთი იქნებით, ისევ ისეთი თქვენი თვისებებით. ამიტომ ეს ამდენი ეკლესიის მშენებლობა ჩემთვის არის მიუღებელი და მე ვარ წინააღმდეგი ამის. მე ვარ წინააღმდეგი იმის, რომ ბიუჯეტიდან ფინანსირდებოდეს საქართველოს ეკლესია. იმიტომ რომ თუ არ ვცდები 25 მილიონით ფინანსირდებიან და მე მგონი უფრო დიდი ღვთისაქმე და ეროვნული და ესეთი ადამიანური საქმეც იქნება თუ ამ 25 მილიონს ჩვენ გავყოფთ და ყოველ მესამე ბავშვს დაუნიშნავთ რაღაც თუნდაც მცირე პენსიასავით რაღაც დაუშვათ თვეში 100 ლარს. ჩვენ შეგვიძლია 25,000 ბავშვს წელიწადში მივცეთ 1000 ლარი. და 25,000 ბავშვი ცოტა არ არის საქართველოში, ხო? და ყოველ წელს, ანუ თვეში 100 ლარი რომ მაინც მივცეთ მშობელს მესამე ბავშვზე, ბევრი არ არის, მაგრამ რაღაც შეღავათი აუცილებლად იქნება. ახლა ბავშვის კვებასაც ძალიან დიდი არ ჭირდება, ხო? თუ ამას ყველაფერს რაციონალურად გავანაწილებთ და გრამებით გავთვლით. შეიძლება ვინმე თქვას, რომ აი კვება ესეთი ძვირია და რაღაც. მე არ ვსაუბრობ რაღაც 3 კილო ხორცზე და 2 კილო ხორცზე და 1 ქვაბ საჭმელზე. ბავშვს არ ჭირდება 1 ქვაბი საჭმელი და 9 კილო ხორცი, ხო? მე ვსაუბრობ აი ყოველდღიურ მასე გრამობაზე რამდენი ჭირდება ბავშვს იგივე ცხიმები, ცილები, ნახშირწყლები და 100 ლარი ამისთვის ცოტა არ არის დამიჯერეთ. კარგი შეღავათი ექნება მშობელს, რომ ბავშვს არაფერი არ მოაკლდეს ამ ხრივ. შეღავათი მიიღოს მშობელმა, ხო? და 25,000 ბავშვი ეს ცუდი არ არის და მე 25 მილიონს კი არა და უფრო მეტსაც გამოყოფთ ბიუჯეტიდან და მე მგონი არავინ არც ერთი ქართველი ამაზე უარს არ იტყოდა, რომ გინდაც 25 და გინდაც 50 მილიონი იყოს ამ საქმისთვის გადადებული. და ის ჩვენი სამღვდელოება იმას კი არ უნდა ცდილობდეს, რომ რაც შეიძლება მეტი ფული გამოიტანოს ბიუჯეტიდან და მე აი მშენებლობებში გაათეთროს, ასე ვთქვათ, ეს ფულები. არამედ აი მაგალითად ძალიან წინს და აი მე თვითონაც ძალიან მონდომებული ვარ, რომ აი თუ მექნება ამის საშუალება, მე ამას აუცილებლად გავაკეთებ, რომ მშობლებს, აი დედებს, რომლებიც ესე იგი ბავშვი დაიბადა და რამოდენიმე თვეში ის უკვე სამსახურში უნდა გავიდეს და ხან ძიძებს უტოვებენ, ხან არ ვიცი და მე მაგალითად აი საპატრიარქოს და სამღვდელოების ადგილზე კატეგორიულად მოითხოვდი, რომ დედებს ჰქონდეთ დეკრეტული შეუძლება 3 წელი. აი იმას მოვითხოვდი კატეგორიულად და აი ამ საქმეს გავაკეთებდი. ეს იქნებოდა ძალიან დიდი ეროვნული საქმე და ამით უფრო მეტ სიყვარულს დაიმსახურებდა ჩვენი ეკლესია ასეთ საქმეებით და ის ადგილები, სადაც ის აი 2 და 3 ხია და 4 ხია და მეხუთეს
რაღაც იქ ეკლესიას აშენებენ პირიქით. იმ 4 ხეს და 5 ხეს გავზრდიდი და 10 და 15-ს გავაკეთებდი და პარკს არ წავართმევდი ბავშვებს და თუ საჭიროა და თუ მე მინდა ეს რაღაც გარკვეულ აბრას გავაკეთებდი, რომ აი ეს პარკი, ეს სკვერი საქართველოს საპატრიარქომ აჩუქა ამ უბნის ბავშვებს და მე თქვენ გარწმუნებთ, რომ თბილისში რომ იყოს მხოლოდ ერთი ეკლესია, ის იქნებოდა ჩვენთვის ყველაზე სათაყვანებელი და ყველაზე საყვარელი. თუმცა თბილისში საკმარისი ეკლესიებია და საერთოდ არ იყო ეს ახალი ეკლესიების მშენებლობა საჭირო. მით უმეტეს თბილისში, იმიტომ რომ არის რეგიონები, სადაც პირიქით საჭიროა ეკლესიების მშენებლობა. და საბოლოოდ ის მინდა ვთქვა, რომ აი თქვენ თუ დაუკვირდით ჩემს ვიდეოებში, მე რაღაც არაფერს ისეთ ემოციებს კი მივდივარ ხოლმე, აი საუბრის დროს ემოციებისკენ, მაგრამ ზოგადად ვთილობ, რომ ჩემი ვიდეოები და ჩემი საუბარი იყოს ემოციების გარეშე და მხოლოდ ნაფიქრი და ლოგიკასთან ახლოს იყოს და უფრო აი გრძელვადიანი იყოს ჩემი საუბარი და არა მხოლოდ რაღაც ემოციებზე ნათქვამი. ამიტომ თქვენს ასევე მოგიწოდებთ ცოტა უფრო მეტი იფიქრეთ, კარგია ღმერთის სიყვარულიც, საქართველოს სიყვარულიც, მაგრამ ამას ყველაფერს უნდა ფიქრით და ამას ყველაფერს უნდა ფიქრით შენარჩუნება და ემოციებით არ ვიცი, ახლა რამდენად შესაძლებელია ემოციებით მართო ქვეყანა და აწარმოო პოლიტიკა. მე ამის არ მჯერა. ამიტომ მეტი ფიქრი გვინდა რა ჩვენ და ამას ემსახურება ეს ვიდეოებიც. გამოიწერეთ არხი, გააზიარეთ არხი, დააფინანსეთ, გააკეთეთ დონაცია და გვპირდებით, რომ თქვენი აზროვნება უფრო საინტერესო გახდება. დიდი მადლობა.